بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. الله يسألو بزمبو პირველი გაკვეთილია დღეს რამადნის მერე ალლას თხოვ რომ გააკეთოთ ჩვენი სხდომები ხეირიანი და ის ცოდნა რომელიც ჩვენ ახლა ვიღებთ გააკეთოთ ჩვენთვის ხეირიანი. Amin. Salam დავიწყებთ, მინდა ერთი კითხოთ, აბა თუ მე სახსოვს. ვისაც ვკითხეთ ის არ უპასუხოს. ჩვენ ხადისი გავიარეთ წინაზე რომ აბდესტამდე, სანამ აბდესტი ავიღოთ, უნდა ავიღოთ არის ერთი აუცილებელი საქმე. ვისახსოვს რომელი საქმეა? სანამ აბდესტს ავიღებთ. ბისმილლა რა თქმა უნდა. კიდე? ნიათი რა თქმა უნდა. კიდე? შენ თქვი, ხავ, შენი ხეწეღანი ხავი, ხელების დაბანვას მე ვისავს რომელი ხადისია? ხელების იმით რომ დაიწყო, აბუ ჰურაირას მოდის ხადისი თორმაშტე. ხო, მაგრამ ვისავს რომელი ხადისი? შომამას სალსამ ნახა ერთ-ერთი საჰაბა თვალსტები აბუ ზარი იყო. შეიძლება სხვა საჰაბა იყოს. ეს გავიარეთ ეს ხადისი რომ. როცა ნახა აბდესტი იღებდა, პირიდან დაიწყო ეგრევე აბდესტის აღება. რა უთხრა მაგას? ვისავსოს? لا تبدأ بفيك نويتغبو بيريدانو فإن الكافر يبدأ بفيه إمتى الكافر يتغبسو بيريتو دا أتخرج جر خلي بدايبانيو ما قد زوج علي مبت كاسرون خلي بدايبانو عبد الإسلام لأريس أو تسلبلي راتم روم تشبه ياريخوس كافر يبزي إيش هذا ما يقال نزمبو روم أي خداوت إيش حديث شو دعوة ما قام رام خلت أو تسلبلي حديث خم نشون روم حديثيا عبد الإسلام يسد سكمي روم تغش خوجر وقتت مينيموم أو تسلبلي شو انتويس და ეგეთ ხადისები არ უნდა გამოვჩეს. მე პირადად ამ წიგნის გავლა რომ დავიწყე თქვენთან ერთად ეს ვისწავლე ეს სუნნათი არ ვიცოდი აქამდე. რამდენი წელი ვარ ისლამში ვარ, მე პირადად არ ვიცოდი. ალჰამდულილlah ეს არის აი ელმის ფასი, ელმის ასე თქვათ ღირსება, ასე ფადლი ელმის, წოდნის. და ასევე უნდა ვთქვათ რომ როგორც შეიხმა იბნ თეიმინმა თქვა, ალლაჰ მაგი შეიწყალოს რომ წოდნის ნახევარი არის რა? წოდნის ნახევარი რა არისო? ცნობილი სიტყვებია. ცოდნის ნახევარი რა არის? ელმი ცოდნა. გოგოინის დაქორწინება არა ხე. რა თქმა უნდა ეხმარება, მაგრამ ცოდნის ნახევარის გამეორება ზმებო. აი თუ ხადისები გავიარეთ მაგალითად. ხანდახან უნდა ჩავართო თავიდან მოусმინოთ. გზაში ხართ, მანქანაში ხართ, უსმენთ ლექციებს მაგალითად, ჩავართ ხადისი. გამეორება არის ძალიან დიდი ფაიდა ზმებო. Subhanallah, თუ ელმის ნახევარი გამეორება, დანარჩენი ნახევარი რა არის? კითხვა, შესწავლა და ასე შემდეგ. ამდენი მნიშვნელოვანი რაღაცა. კარგი ზმებო, ვაგრძელებთ ხადისებს. დღეს ჩვენ ვართ 22 თავზე, ქითაბუ სალა, ლოცვის თავი, ლოცვის განყოფილება. 279 ხადისი. აბუ ჰურაირა გადმოსცა რომ შუმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თავს ქვია ბაბუ მა იაკულუ იდა დახალა ალ-მასჯიდ. რა უნდა თქვა, როცა შევდივართ მეჩეთში. აბუ ჰურაირა გადმოსცა რომ შუმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა იდა დახალა აჰადუკუმ ალ-მასჯიდა თუ ვიღაცა თქვენგან შედის მეჩეთშიო فليسلم على النبي صلى الله عليه وسلم. სალავათი გაკეთესო შუმავალზე სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. وليقول დათქვას اللهم افتح لي ابواب رحمتك. ღმერთო ჩემო, გამიხსენე შენი წყალობის კარები. واذا خرج და როცა გავა მეჩეთიდან فليسلم على النبي صلى الله عليه وسلم. სალავათი გაკეთე შუმავალზე სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. وليقول და მე დათქვას اللهم اجرني من الشيطان الرجيم. ღმერთო ჩემო, დამიცავე მე განდევნილი შეიტანისგან. უფრო ცნობილი ხადისი რა არის მეგო რომ უბრალოდ შედის მეჩეთში გადის ადამიანი ზიქრი თქვას, ხო? ეს ზიქრი. მაგრამ ზავაიში რა არის? ასევე სალავათი გაკეთოს პეღამბარ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. შეიძლება ვიღაცას შეკითხვა, როგორი სალავათი? ალლაჰუმმა სალli ალი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი სალავათის მიდის والله أعلم. اللهم صل على نبينا محمد მაგალითად ეგას არის საკმარისი. ჯერ სალავათი, მერე ზიქრი, მერე შესვლა და მერე გამოსვლა მეჩეთიდან. 23 თავი ბაბუ ფი ტაჰიათილ მასჯიდ. თავი რომელიც ქვია მეჩეთის მისალმება. როცა შევდივართ მეჩეთში, 2 რაკათის ლოცვა და ასე შემდეგ. აბუ დარმა გადმოსცა რომ მან თქვა دخلت المسجد فإذا رسول الله صلى الله عليه وسلم جالس وحده فقال شويدي يدخل مشيتشيو دا شو ماما صلى الله عليه وسلم مرتو إجدا مشيتشي دا ميدخل دا تقوى يا أبا ذر أبو ذر إن للمسجد تحية چشما يدد مشيت ساكس مثال مبا وإن تحيته ركعتان دا چشما يدد مثال مبا أريس أوري ركعتي فقم فاركعهما أميتم أدكيو
და შეასრულა, ილოცე 2 რაკაათი. ეს არის ბრძანება შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა. قال فقمت فركعتهما. აბუ ზარ იძახის რომ მე ავდექიო, იმის მე რომ დავჯექი ავდექიო და ვილოცე 2 რაკაათი. მერე შემდეგი ჰადისი 291 ჰადისი ან ყათადა ან აბუ ყათადა გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა იდა დახალა აჰადუქუმულ მასჯიდა თუ ვიღაცა თქვენგან შედის მეჩეთში ფალiyarka რაკათეინ ილოცოს 2 რაკაათი ყაბლა ან იაჯლისა სანამ დაждდება და ნახეთ მეორე ძმებო აუ იასტახბირ ან ვიღაცას რამე თუ შეეკითხება ვიღაცასო შეხვით მეჩეთში ხო ვიღაცა ძმაზის რაღაც საქმე ყავთ ან რაღაც გაგასენდა ჯერ არ დაილაპარაკო ჯერ ილოცე 2 რაკაათი ლოცვა მისალებება და მე უკვე დაიწყე ლაპარაკი ვისთანაც გინდა მეჩეთში ესაც არის ძმებო სუნნათი არა მარტო დაждდება ვიღაც ნებისმიერ ადამიანს რომ შეკითხე გინდა ჯერ ილოცე და მე შეეკითხე შემდეგი აბუ ჰურეირა გადმოსცა აბუ ჰურეირა და ასევე ჯაბირმა თქვეს რომ დახალა სულეიკ ალ-ყატაფანი ალ-მასჯიდა სულეიკ ალ-ყატაფანი შევიდა მეჩეთში და ნაბიუ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა yaxtub და შუამამა სალალლაჰუ აკეთებდა ხუთბას აძლევდა ჯუმის ლოცვა იყო ძმებო فامره ان يصلي ركعتين და უბრძანა მაგას რომ ელოცა 2 რაკაათი შემდეგ ჰადისში აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცა რომ ან რაჯულან ერთ-ერთი მამაკაცი დახალა ალ-მასჯიდა იაუმ ალ-ჯუმა შევიდა მეჩეთში ჯუმის დღეს და ნაბიუ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ალ მინბარ და შუამამა სალალლაჰუ მინბარზე იყო فدعاه فأمره أن يصلي ركعتين دغوزخ مغاس لا أدخل مغاس روم إلوسس 2 ركعتي ثم دخل الجمعة الثانية ميري ميور جمعة مويد يجي ودمين شويدا وهو على المنبر ده شو محمد صلى الله عليه وسلم أسوي منبر زيقو فدعاه فأمره أن يصلي ركعتين لك إذا دغوزخ مغاس ده أبزانا ميستويس روم إلوسس 2 ركعتي ناخذ مبو أكلمي بيد راتكويس روم مثال مبي ميچيتش أيس واجبي راتوم იმიტომ რომ ნებისმიერ საქმე რომელიც ჩვენ ტოვებთ ნებისმიერ ვაჯიბი საქმე რომელიც ჩვენ ტოვებთ რაღაცის საქმის გამო ის საქმის არის ვაჯიბი ხუთბის მისიმე ხო ვაჯიბია იმამისთვის ვაჯიბია იმამი შუამამა სალალლაჰუ ხუთბა გააჩერა შემოვიდა საჰაბა დაჯდა ხუთბა შეაჩერა და უთხრა იმ საჰაბას რომ ადექიო იროს რაკაათი და ეგრე მოვიდა რამოდენიმე ჯერ ზოგი ხალხი რომელიც იძახის რომ არ არის აუცილებელი იძახიან რომ მარტო სულეიქს არის მოსული ჰადისი მაგრამ აქაც ჩვენ ხედავთ რომ მარტო სულეიქი არ იყო მოსული ჰადისი არამედ სხვა საჰაბებზეც არისო ზოგიერთი ხალხი იძახის რომ სულეიქი ღატაკი იყო და ასე თქვათ შუამამა სალალლაჰუ გახსენა ხალხისთვის რომ ადექია რომ ხალხი ნახოს რომ ღატაკი გახსენოს რომ სადაყა მისცეს და ასე შემდეგ მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ მარტო სულეიქს არ არის მოსული მაგითო არის აუცილებელი ძმებო სანამ ჩვენ დავждებით მეჩეთში ან სანამ ჩვენ ლაპარაკი დავიწყებთ აუცილებელი ვილოცოთ 2 რაკაათი და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ 2 რაკაათი მაგალითად თქვენ შეიძლება აი დილის ლოცვა არ ილოცეთ ან ზუხრის მეორე ლოცვა არ ილოცეთ ხო ჩვენ შეხვედით მეჩეთში თქვენ ლოცულობთ ზუხს ხო ლოცულობთ და ასე იმ ნიათით რომ ის არის მისალმება ან არა ის აუცილებელი ჯერ მისალმება და მერე ვაჯიბი ლოცვა თქვენ თუ ვაჯიბი ლოცვა ილოცეთ მეჩეთში რომ შეხვედით სანამ დაჟექით ასევე ავტომატურად ითვლება რომ როგორც მისალმება ასევე და ასევე ლოცვის ვაჯიბის ლოცვის შესრულება შემდეგი თავი 24 თავი ძმებო باب دخول النساء المسجد وصلاتهن فيه وصلاتهن فيه وفي بيتهن თავი რომელიც ეხება ქალების ლოცვა მეჩეთში და მაგათი ლოცვა ასევე სახლებში عن زيد بن خالد გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა لا تمنعوا إماء الله مساجد الله აუგზელებთ ალლაჰის მორჩილეს ან მონებს ანუ ქალებს მეჩეთები არ აუგზავნოთ თუ მაგათ უნდათ მოუნდებათ მან წასვლა ვალიახრუჯნა თაფილად მაგრამ და გავიდნენ ქალები მეჩეთშიო ანუ სუნამოს გარეშეო არანაირი დუხი და ასე შემდეგ სხვა ჰადისში ზემო არის რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ქალი რომელიც გავიდა სუნამოსთან ან დასმული სუნამო გავიდა მისი ლოცვა არ იქნება მიღებულია სანამ დიდ ღუსლს არ აიღებსო და ეს ეხება არა მარტო დუხებს, არა მარტო სუნამოებს, ასევე მაგალითად ზოგიერთი შამპუნი ან ლასიონები და ასე შემდეგ, მაგათაც აქვს სასიამოვნო სუნი და ასე შემდეგ. ხალი უნდა მაგასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ გამოიყენოს ეს ეგაც თუ გადის გარეთ. შემდეგი ჰადისი 295 ჰადისი აბუ ჰურეირა გადმოსცა, რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა: "ლა თამნაუ იმა ალლაჰ მასაჯიდ ალლაჰ ვა ლიახრუჯნა თაფილათ." ანუ იგივე ჰადისია. შემდეგი ჰადისში 296 ჰადისში حميد امرأة أبي حميد الساعدي أن حميدي صولي أبو حميد الصولي ساعدي تقوى أنها جاءت إلى النبي صلى الله عليه وسلم ميودا يدخل شمواتان صلى الله عليه وسلم فقالت داود خماغاس يا رسول الله يا الله شموالو إني أحب الصلاة معك چشمايت من ميخواس لطفا شينتانيتات أنو ميس ميچتشي
قال და შუამამა სალასან უთხრა მაგას قد علمت انك تحبين الصلاه معي მე ვიციო ან გავიგიო რომ შენ გიყვარს ლოცვა ჩემთან ერთადო وصلاتك في بيتك خير من صلاتك في حجرتك მაგა შენი ლოცვა შენ სახლშია უფრო უკეთესია შენთვის ვიდრე შენს ოთახშიო وصلاتك في حجرتك خير من صلاتك في دارك და შენი ლოცვა შენ სახლშიო ან შენ ოთახში უკეთესია ვიდრე შენ სახლშიო ან აქ რა იგულისხმება ძმებო არის არაბულ ენაში არის აი ოთახი ან სახლი ხო არის მე ოთახი და რაც უფრო ღრმად შედის ის ადგილები وصلاتك في دارك خير من صلاتك في مسجد قومك და ლოცვა შენ სახლში არის უკეთესი ვიდრე ლოცვა შენი ადგილის ასე თქვათ მეჩეთში ჩვენ ხო ვიცით სუნნათში არის ძმებო ასევე რა მეჩეთის აშენება რაიონ აი კვარტალებში მაგალითად თუ მაგალ კვარტალია მეჩეთ აშენება მან არის სუნნათი და შუამამას ხალხს მაგას უთხრა რომ შენთვის სახლში უფრო ლოცვა უფრო უკეთესი არისო ვიდრე ანუ იმ მეჩეთშიო وصلاتك في مسجد قومك خير من صلاتك في مسجدي და ლოცვა შენი ანუ ასე ვთქვათ კვარტალის ან რეგიონის მეჩეთში უკეთესია ვიდრე ლოცვა ჩემ მეჩეთშიო. ზემო შუამამა სალასალამ მეჩეთში რამდენია ლოცვა? ერთი ლოცვა. 1000 ზემო ნახეთ. შუამამა სალასალამ უთხრა ამ ქალს რომ შენი ლოცვა სახში ჯობიაო შენთვისო ვიდრე ან სახში ვიდრე ჩემ მეჩეთშიო. უკეთესი არისო 1000-ზე უფრო მეტი გამოდისო. ნახეთ ზემო. ეს ეხება ქალებსო, მაგათვის ეს უფრო უკეთესი, უფრო დიდი მადლია მაგათვის. მაგრამ თუ მოუნდა ქალს მეჩეთში გასვლა, ქმარი უნდა, ანუ მისის მაგის საშუალება წაიყვანოს. მაგრამ აქ რომელი ხადისებზე საუბარი ძმებო? მთლიან ჯამში ყველა ხადისებს რომ ნახოთ, აქ მოდის საუბარზე ფაჯრის ლოცვა, პირველი ლოცვა, მაღრიბი, მეოთხე ლოცვა და იშა, მეხუთე ლოცვა. მაგაზე არის საუბარი. თუ ქალს მონდება გასვლა მეჩეთში, ქმარი უნდა აქ საშუალება უნდა წაიყვანოს მეჩეთში. მე გაგზელება حديث გაგზელებას ნახეთ. قال فأمرت فبني لها مسجد في أقصى شيء من بيتها وأزلمه. და იმ ქალმა მაგის მე რო გაიგო შუამამას სალასალამ სიტყვები რაქნა, ბრძანება მისცა და მისთვის ააშენეს ასე თქვათ მეჩეთში ყველაზე ბოლო ადგილას ან ყველაზე ღრმა და ყველაზე ბედნიერ ადგილას მის სახლში. وكانت تصلي فيه და მან ლოცულობდა. حتى لقيت الله جل وعلا. سلام არ შეხვდა ალლას عز وجل. ანუ ქალმა მიიღო ნახე სუნნათი გაიგო, რომ მისთვის უკეთესი რა არის, სახლში ლოცვა, ეგრევე შეასრულა. ეს არის განსხვავება ძმებო საჰაბების შორის, როგორც ქალები და ასევე კაცები, ჩვენ შორის, ჩვენსგან განსხვავებით. საჰაბები, ქალები და კაცები როცა რაღაც რამეს იგებდნენ, ეგრევე მაგას ასრულებდნენ. მაგალითად ეხლა ქალი თუ მიდის უმრაზე, ან ჰაჯზე, ან უმრაზე, ხო შეასრულა უმრა, ხო შეასრულა ჰაჯი მაგალითად, ხო? მე მაინც გადიან, მიდიან სად? ჰარამს მიდიან და ლოცულობენ მან და მაგის მე ზაჰმარი და ასე შემდეგ, სიმჭიდროვე და ასე შემდეგ. მაგრამ თურმე ყველაზე უკეთესი ქალის რომელი ადგილია? სახლშია, მისთვის ყველაზე უკეთესი ადგილი ლოცვა. ალლაჰ მაიგელ დააწესა და უფრო დიდი მადლია ქალისთვის. შემდეგი ჰადისი 297 ჰადისი აბდულლაჰ وهو ابن مسعودმა გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ალმარ'ატუ აურა ქალი არის აურა აურა ანუ ის არის რომელსაც უნდა დაიფაროს ხიჯაბი და ასე შემდეგ უნდა დაიფაროს فاذا خرجت استشرفها الشيطان და როცა გადისო შეიტანი მაგასთან ერთად გასო და ანუ უფრო მიმზიდველს ხდისო იმ ქალსო შეიტანი როცა ქალი გადისო وأقرب ما تكون من ربها إذا هي في قعر بيتها და ყველაზე ახლოს ქალი არის ღმერთთანო როცა არის ანუ თავის სახლის ანუ ყველაზე ასე თქვათ შუა ადგილს ასე თქვათ რაც უფრო ქალი არის სახში უფრო შუა ადგილს მით უფრო ახლოს არის ღმერთთან და როცა გადის ქალი გარეთ შეიტანი ეგრევე იყენებს ამ საშუალებას რომ ცნობაში ჩააგდოს როგორც ქალი და ასევე კაციც როგორც კი გადის ქალი გარეთ მოდის ეგრევე შეიტანი შეიძლება ქალი არ იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ეუბნება ნახარ ლამაზი ხარ. შეხედე ის კაცი იმ კაცმა დაგინახა შენ ყურადღება მოგაქცია. ასევე შეიძლება ქალის არ დადის ლამაზად არ დადის, მაგრამ შეიტანი ისე მაგას აკეთებს ლამაზად, რომ ასევე კაცებისთვის არის ცუნება და ასევე მისთვისაც არის ცუნება. მაგიტომ შუამამა სალალაჰუ თქვა, რომ ყველაზე ახლო ქალი არის სადაღმერთთან, როცა არის სახლში. 25 თავი ბაბუ დუხულილ ჰაიდ ალ-მასჯიდ. თავი ეხება რომ როცა ქალს აქვს კრიტიკული დღეები, ანუ მენსტრუაცია, მაგდრო შევიდეს მეჩეთში. ან აიშამ გადმოსცა. ან რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალა ლილჯარია. რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა გოგონას. ნავილნი ალ-ხუმრათა. მომაწოდე ხუმრა. ხუმრა არის ძმებო ისეთი ასე თქვათ მატერიალი, რომელიც დებენ ან სახის ქვეშ.
არადა ან იუბსიტაჰა ფაიუსალი ალეიჰა მაგას უნდა და შემომასალსა უნდა და მაგის გაფენა და ლოცვა იმ ხალიჩაზე ფაყალათ და მან თქვა ანუ გოგონა უთხრა ინნაჰა ჰაიდ ჭეშმარიტად ის არის ანუ ვინც მოგაწოდა შენ არის იმ ხალს აქვს menstruacja ყალა და მაგან თქვა ინნა ჰაიდათაჰა ლეისათ ფი იადიჰა ჭეშმარიტად მისი ანუ ეს კრიტიკული დღეები მის ხელებში არ არისო ანუ არ გადადეს ხელებზე არ გადისო მაგის გამო ხალიჩა ჭუჭყინი არ ხდებაო და ალიმები თქვეს რომ ეს აიშა ლაპარაკობდა თავის თავზე ანუ არაბებს აქვს და არა მარტო არაბებს აქვს ზოგიერთ ხალხს რომ ლაპარაკობენ თავის თავზე მესამე ანუ პირით და ასე შემდეგ ამით და ასევე შეხმა ალბალმა თქვა რომ რაჰიმაჰულლა რომ ეს ამბობდა მაგას აიშა ასევე ალიმების შორის არის იხტილაფი არის ხალხს შეუძლია თუ არა შესვლა მეჩეთში როცა მას აქვს menstruacja ერთ ჰადისი მოაქვს იმ ხარეს რომელიც ძახიან რომ არ შეიძლება შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ არ შევიდეს მეჩეთში ქალი რომელსაც menstruacja და ასევე ადამიანი ვისაც აქვს ჯუნუბი მაგრამ ეს არის სუსტი ჰადისი მაგიტომ მეორე ხალი ალიმების თქვეს რომ შეიძლება შესვლა ქალისთვის რომ კონდეს menstruacja და რომ ადამიანს გინ კაცი გინ ქალი ჯუნუბი კონდეს მეჩეთში შეიძლებაო იმიტომ ერთ ჰადისი რომელიც მაგაზე იძახის რომ ეს არის სუსტი ჰადისი ეგრეთაა მდგომარეობა ძმებო 26 თავი ბაბუ ფიმან ბასახა ფილ ყიბლა თავი რომელიც ეხება იმას ვინც შეიფურთხა ყიბლის მხარეს ჰუზეიფან გადმოსცა ბინ ალ-იამან რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან თაფალა تجاه القبلة وين شيء بورتخا قبلة بخارس جاء اليوم القيامة وتفلته بين عينيه أخسر صوت غيس مو دايس دا بورتخا أنا شيء بورتخا إكنبا مش شوبزي إكنبا ما جيتو زمبو عادي مبيت كويس روم شيء بورتخا قبلة بخارس هارس ديدي صدوا نبيس مير سنة دا آيات حديث بشي تو موديز رغاتساس صدويز غامو رغاتسا داسجا عادي مبيت كويس اسنيشتاشوم ديدي صدوا هارسو ასევე ძმებო აქ შეიძლება გავასვენ წინაზე ჰადისები გავიარეთ რომ ასევე თუ ადამიანს უნდა პატარაზე შესვლა ტუალეტში ხო არ შეიძლება ყიბლის ხარეს გააკეთოს ასევე ძმებო თუ თქვენ თუ აშენებთ სახლებს აშენებთ ან კირას ან ბინას აშენებთ ხო ყურადღება მიაქციეთ როგორ არის თქვენი საფიფაროში უნიტაზი ტუალეტი როგორ არის დადგმული რომ არ იყოს ყიბლის მხარეს მუსლიმები მაგას უნდა ჩვენ ყურადღება მიაქციეს ძმებო ყოველთვის შემდეგი ჰადისი ან იბნ უმარმა გადმოსცა რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა يجيء صاحب النخامة في القبلة يوم القيامة أدميان رومي شيء بورتخا مو أساس الغيس رومي شيء بورتخا قبلس بخارس وهي في وجهه دا إس نقول يكنبا ميس ساخيز يكنباو شمل حديثي عن سائب بن خلاد ما قد مصا أن رجلا أما قوما اتتي مامك أسيقو إمامي خالخيس إمامي يقو فبزغ في القبلة دا قبلس بخارس رتsa იმამი იყო შეიფურთხაო ورسول الله صلى الله عليه وسلم ينظر إليه شوماما صلى الله عليه وسلم უყურებდა მაგას ანუ დაინახა فقال صلى الله عليه وسلم هن فارغة და როცა განთავისუფლდა იმამი და შომამა صلى الله عليه وسلم მან თქვა لا يصلي لكم هذا ეს ადამიანი მაგის მერე თქვენთვის იმამი არ იყოსო არ შეიძლება თქვენს იმამი იყოსო فأراد بعد ذلك أن يصلي لهم და ის მამაკაცი რომელიც გაკეთა ეს შეიფურთხა მაგას უნდა და კიდე ერთხელ ყოფილიყო იმამი მაგათვის فمنعوه صحابيما أوزالس دانش صحابيما ماغاس أوزالس فأخبروه بقول رسول الله صلى الله عليه وسلم تا أتخس ماغاس ميان بس ماغاس شو مولس أصلا سيتقو بيو ماغان كيت خيخلا راتو ميكزالب تخو لوسوس إمام تكون إمام بيقو إخلا مختو أي أسد كوا شو ماما صلى الله عليه وسلم شنزيو فذكر ذلك لرسول الله صلى الله عليه وسلم ميودا سداميان شو مولتان صلى الله عليه وسلم ده موقع ماغاس تا شو ماما صلى الله عليه وسلم تقول نعم حسبت أنه قال إنك أذيت الله კი იმიტომ რომ მან თქვა რომ შენ შეაწუხი ალლაჰი ანუ ეს არის ერთ-ერთი ძმებო დიდი ცოდვა ყიბლის მიმართ შეფურთხება ჩვენ ვიცით რომ შეფურთხება შეიძლება ცოდვად გამომდის ხო ქართულად გადაფურთხვა შეიძლება ლოცვის დროს თუ არის მიწა ფეხს ქვეშ არის სუნნათი თუ გინდა და ასევე მარცხენა მხარეს არა მარჯვენა და მარცხენა მხარეს ან ფეხს ქვეშ მარცხენა ფეხის ქვეშ ეს არის სუნნათი თუ მაგალითად ადამიან ავათარალ მაინც და მაინც მოუწია გადაფურთხვა და ასე შემდეგ თუ არ აქვს საშუალება ფეხის ქვეშ მარცხენა ფეხის ქვეშ და ან მარცხენა მხარეს მაგასაც ეხლა მოვა ჰადისი შემდეგი ჰადისი 292 ჰადისი ჯაბირმა გადმოსცა რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა იდა სალა აჰადუკუმ თუ ვიღაცა თქვენზე ლოცულობს ფალა ябზუღუ ბეინა იადეიჰი აი ნუ შეიფურთხებს მის
წინაშე. ვალა ან იამინიჰი და არც მარჯვენა მხარესო. ვალიაბსუყ ან იასარიჰი. შეიფურთხოს, გადაიფურთხოს მარცხენა მხარეს, აუ თაჰტა ყადამიჰი ალ-იუსრა. ან მიში ფეხების მარცხენა ფეხის ქვეშ. რა თქმა უნდა, ძმებო თუ არა ისა, მან მიწა არის. ამაზე ძმებო ჩვენ გავჩერდებით. შემდეგ ჰადისში, შემდეგ აკვირდებზე გავაგრძელებთ. სუბჰანაკ ბიჰამდიკა აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. შეკითხვები გვაქვს? ოიაკო, შეკითხვები გვაქვს? კი, ახი. ხო. პირველი შეკითხვა. ანუ ეს მეჩეთში მისალმების ლოცვა ყოველ გასვლის შემოსვლის შემდეგ უნდა გავაკეთოთ, ხოლო თქვათ პირველჯერ შემოვედი, შევასრულე ის მისალმების ლოცვა, მარკად მომიწია გასვლა, ისე მეორედ შემოვიდგა, ისე უნდა შევასრულო. ალიმებად თქვა თუ შენი გასვლა იყო მოკლე, ანუ არ იყო დიდი ხანი, მაშინ არ უნდა შეასრულო. მაგრამ თუ შენი გასვლა იყო ბევრი ხანი, მაშინ თავიდან უნდა შეასრულო. ხოლო მეორე შეკითხვა იმასთან არის, რომ თქვათ თქვენ თქვით, რომ როცა შემოვდივართ, ეს თქვათ და მიდის ფარზის ლოცვა. და ჩვენ ნიათი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ან სხვა ლოცვა, ერთად ნიათი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მისალმების ლოცვას და ასევე სხვა ლოცვას შევაერთიანოთ. ეს ნიათი ფარზანაც შეიძლება გაკეთდება თუ ზოგადად სხვა სუნნა ლოცვებთან ერთად. ნებისმიერ ლოცვა, მაგალითად სუნნა არის. მაგალითად შენ სახში ილოცე, სიტყვაზე მაღრიბი ილოცე, ხო? მე გახვედი სახლი და მანქანა მიდიხარ და მეჩეთი ნახ გზაზე. და გაგახსენდა რომ ორი სუნნათი გაქვს სალოცავი. გაჩერდე შეხვედი მეჩეთში იმ ნიათით რომ სუნნათი ილოცო. ეს სუნნა გეთქვა როგორც მისალმება და ასევე სუნნათი. შემდეგი ანუ ეს ეხება კითხვა უკვე ქალის უნამოსთან დაკავშირებით. თქვათ ქალს არ შეუძლია გარეთ უნამოთი გასვლა, ეს ერთი ამბავი, ხოლო მეორეთი რომ ლოცვის დროსაც მეჩეთში შესვლის, მაგრამ კითხვა იმაში გამომდინარეობს, როცა სახლშია ქალი, ამ დროს უნამო ჩასმული, ამ შემთხვევაში ლოცვის შესრულება შეუძლია, კი, რა თქმა უნდა, კი. სახლში შეიძლება. ხოლო შემდეგი შეკითხვა იმასთან ვთქვით, რომ როცა თქვათ აფსალია ქალისთვის სახლში ლოცვა, ასევე არა მეჩეთში, მაგრამ უკეთესია რომ სახლში ლოცვას, მაგრამ კითხვა იმაში გამომდინარეობს, რომ როცა ქალი მიდის თქვათ უმრაში, შეასრულა თავისი უმრის რიტუალები, ხოლო შემდგომში თქვათ ის ლოცვები, ფარზები და ისინი, მაგას ჯობია რომ ის თავის ადგილმდებარებაში შეასრულოს თუ ისევ მეჩეთილ ჰარამში. სახლში. სახლში ჯობია. მეჩეთილ ჰარამზე უკეთესი რომ შეასრულოს სახლში, თქვათ სასტუმროში ან სადაც იჭება იქ. მისთვის უკეთესი რომ ეს ლოცვები შეასრულოს. მაგრამ თუ უნდა გასვლა პრობლემა არ არის მაგისთვის. მაგრამ უკეთესია მისთვის. ხო. ხოლო შემდეგი შეკითხვა ის უბრალოდ რომ დალილი ჩავიწრო, ან ჩვენ თქვით რომ ყველაზე ახლო არის ქალი ალლაჰთან სახლში ყოფნის დროს. ამისი დალილი სად მოვიყვანეთ და როგორ ჩავწეროთ? აი ხო წავიკითხეთ. ეს ანუ სად მოვაქეს? ეს არის საჰიჰ მავარიდ აზამან. ყურანშიც არის. ხო. საჰიჰ მავარიდ აზამან იბნ ჰიბანის არის კრებული ჰადისების. საჰიჰ მავარიდ აზამან არის ის ჰადისები 2300 ჰადისი. ყველა საჰიჰები რომელიც შეიხმა ალბალმა გამოიყვანა იბნ ჰიბანის კრებულისგან. გამოაცალკევა მარტო საჰიჰ ჰადისები. ან ასევე შეიძლება ჩაწერო ზავაიდ, ანუ მოდი აბა ძმები თქვენ მითხეთ ზავაიდ რა შენიშნავს? შაქრო, ზავაიდ რა შენიშნავს? ზავაიდ ჰადისი? ვის ახსოვს? ხელი აწიეთ აბა? არა, ზავაიდ რა შენიშნავს მე ვის ახსოვს? ძირს გავდივართ ხომ უნდა გვახსოვდეს მე. ანუ სხვა ჰადისში დამატებით ის რო არის. არის ჰადისები, მაგათში არის ტექსტები, ან შრომავას სიტყვები დამატებული, რომელიც დამატებული კი არა, ან სიტყვები, რომელიც არ არის ბუხარში და მუსლიმში. კარგი? ხო. იზამ შეკეთო ქონდა შენ? ეს გადაფრთხებასთან დაკავშირებით ქონდა შეკითხვა. მაგალითად განზრახვა არის საჭირო ყიბლის მიმართ რო ვაფრთხებთ, მაგალითად სიტყვაზე. განზრახვა უნდა გქონდეს რომ ყიბლის მიმართ ვაფრთხებთ თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს განზრახვის გარეშე რო ვაფრთხებთ, მაინც მსოფლოში ვერ. რა თქმა უნდა განზრახვა მან ითვლება, მაგრამ თუ ადამიანმა როგორ თქვა აი ასე თქვა ყურადღება არ მიაქცია მაგას, ხო? მაგალითად როცა ადამიანი ეხლა როგორც ხადისი ვიცი, ადამიანი შედის საფერპაროშოში, თავის საქმეს აკეთებს და ანუ როგორ თქვა ქართულად აი ყურადღება არ მიაქცია და მოხდა შარდი მის დასასმენს. იმის გამო რომ ცივად ექცევა ამ საქმეს, ცივად, მაგის გამო მაინც დასშეელოდება. მაგის გამოც, როცა ადამიანი ცივად ექცევა, ასევე დაფურთხავს, როცა იცის რომ ეგეთი საშიში ჰადისი არის, ცივად არ უნდა მოიქცეს მაგას. ანუ თხილი არ არის. თხილად ხო, თხილად არ არის. თქვათ ეს ისივე დაფრთხების შესახებ შემდეგი კითხვა მქონდა, რომ თქვათ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანმა ისეთ ადგილმდებარეობაში, სადაც არ იცის ყიბლის მხარე და თქვათ იმ შემთხვევაში თურმე დაიფუძნა, ამ შემთხვევაში რა ხდება?
ხო მაგაში ხო შეუძლია ფეხების ქვეშ. ფეხების ქვეშ შეუძლია. ანუ უკეთესია რომ ეს სადაც კი არ უნდა ვიმყოფოთ ბოდის, უკეთესია რომ შევასრულოთ ეს შეფურთხება, ანუ მარცხენა ხარის და მარცხენა ფეხის ქვეშ ყველაზე უკეთესია. თუ არ იცი, თუ არ იცი, ხო, გადაფურთხება ადამიანს აფურთხება. გადაფურთხება. უკეთესია ძმა ფეხების ქვეშ. ფეხების ქვეშ. რაც შეეხება მარცხენა მხარეს და ფეხების ქვეშ ეხება თუ ლოცვაში ხარ. შომამოსალს თქვა რა თქვა, როცა ხარ ლოცვაში, იმიტომ იცი ყიბლა სად არის. მაგრამ როცა არ იცი, ხო, როცა არ იცი, ჯობია ფეხების ქვეშ. ნაჯის დაგეწერო. რა თქმა უნდა. ჩემი ეს იყო. Всё, окей. კარგად მე ალლაჰ მუბარაკა მოხსნა. Всё.